საღამო მშვიდობის. მოკლედ დილას მაინც ვერ მოვედი. რაღაც ეს 2 დღე ამოვარდი გრაფიკიდან. მოკლედ რაც კი ვიდეოები შეიძლება არსებობდეს დიეტას არ დავარქმევ. სწორკვებაზე და ასე შემდეგ ამ თემის ირგვლივ მოკლედ ყველაფერი მგონი არც ერთი არ გამოვტოვე, თავის ვარჯიშებიანად, თავისი ზოგი თავის გამოცდილებას და შეცდომებს და რჩევებს იძლევა, ну, აი, რასაც ქვია ტვინში შევაჯამე ეს ყველაფერი. და ანუ ჯერჯერობით ახლა სანამ მე თვითონ ვარ პროცესში, ახლა იმედი მაქვს მალე მოლოდინი მაქვს უпростоეთ მალე მივალ შედეგამდე და ну მალე რას ვიძახი ახლა ჯანმრთელი კლება არის დრო სჭირდება რა არ არსებობს ესეთი რაღაცა თუ რამე არსებობს მსგავსი რომ უცბად დაგაკლებინოს ზონაში აი ჯანმრთელობისთვის მართლა საზიანოა როგორც იტყვიან არც ისე ცოტა ხანში მოხდა წონის მომატება ასევე ის დრო თუ მეტი არა სჭირდება დაკლებას ხო და როგორც წესი მომატება უფრო მარტივია ხოლმე ვიდრე და კონტები გოჩინდა ვიდრე ეს დაკლება რა ხო და დასკვნები რაღაცები ახლა საუბრობდნენ ხო მე რა ის გავაკეთე ახლა ჯერჯერობით აი წინასწარი პატარა შეჯამება რომ თავარი არის ადამიანს უნდა გქონდეს დისციპლინა დისციპლინას ასე თუ ისე ნუ ახლა ეს გამოცდილება მაქვს ბავშვობიდან და ვიცი რაც არის და ეხლანდელი ბავშვები უფრო და ეხლანდელი თაობა ნუ მოკლედ სადღაც ესე 80 თუ ნუ 90 წლის ზემოთ ალბათ უფრო ადამიანები იმდენად დისციპლინირებულები არ არიან ვიდრე ჩემი თაობა იყო იმიტომ რომ მაშინ იყო საკმაოდ ისეთი სიმკაცრე, გინდა არ გინდა უნდა შეჩვეული ყოფილიყო, ანუ შეჩვეოდი ამ ნორმებს და იყო დისციპლინა და ეს დისციპლინა ადამიანს, ანუ კარგია დისციპლინა, ცუდი კი არ არის. ხო და გასწავლის რაღაცა უნარებს ცხოვრებაში და მე გამოგადგება. ну იმ დროსაც იყო ალბათ უდისციპლინო ადამიანები თავისთავად იქნებოდა როგორც ყოველთვის არსებობს ანუ კარგიც და ცუდიც ყველა დროშია ხო ასევე ამ სფეროშიც იქნებოდა ალბათ უდისციპლინო ადამიანები თუმცა ну ძირითადად მაინც იმ თაობას მივეკუთვნებით ჩვენ როცა ეს იყო იძულებითი და იძულებით გვასწავლეს ხო ასე რომ წარმოდგენა მაქვს თუმცა ამ ბოლო ხანებში ცოტა აი რაღაცნაირად რა ვიცი ამდენი ყვირილი დემოკრატია თავისუფლება ისა და ბევრმა ადამიანმა და მათ შორის მეც რაღაცები არასწორად გავიგე თავისუფალი მარტო გიჟია მეგობრებო ხო და რაღაცა ნორმები ჭირდება ადამიანებს თუ არა და თავზე ხელაღებულები ხდებიან და მართლა გიჟები ხო თქვენი რჩევა გავითვალისწინე აღმოვაჩინე კომპანიის ქვემოთი კარადაში მქონდა ფუნჯებს წყალს ვიყენებდი ხოლმე ამაში წყალს ვასხავდი აკვარელის მას და აკრილის საღებავებისთვის და ფუნჯს ვავლებდი ხოლმე და კარგად გავხეხე, გავწმინდე, გავრეცხე, სეტკითაც ისეც და მოკლედ აი ესე ჩავისე აქ ყავა. ეხლა მოვიდუღე და ხო, რითი თქმა მინდოდა რთულია რა თქმა უნდა მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის ადამიანი თავარია მონდომებული იყოს ხო და რას დავაკვირდი ადამიანი რომელიც ახერხებს ამ გზის გავლას და წონის ასე ვთქვათ ჯანმრთელი წონის მოპოვებას რეგულირებას ხო ვფიქრობ ესეთ ადამიანს უყვარს საკუთარი თავი და ვინც ვერ ახერხებს თუ არ ახერხებს და მიზეზობს რომ აი ვერა და არ გამომდის და ესე და ისე
ფიქრობს საკუთარი თავი არ უყვარს ესეთ ადამიანს და შესაბამისად 1000 მიზეზს იდებს, იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად ისეთი შესაძლებლობა არ მაქვს, რომ ყოველდღე ვთქვათ თევზი მივირთვა, ხორცი მივირთვა და რაღაცა ესე, მაგრამ როგორც შემიძლია, ანუ რითიც შემიძლია, იმითი ვავსებ ამ რაციონს, ანუ ეს არის მწვანილები, სალათის ფოთლები, ანუ ბოსტნეული, ოღონდ შეზღუდულად ყველა ბოსტნეული არ ვარგა. კვერცხი, ქათმის ხორცი, აი ესეთი რაღაცები, წიწიბურა, ანუ მარცვლოვანი ძისიც, ესეც, ნუ ესეთი რაციონი მაქვს და სხვათა შორის არ ვიცი, ეხლა ბავშვობაში ესე ვიკვებოდი და ნორმალურად ვიყავი და ეხლა არც ეხლა იქნება მურიგო რა, მოკლედ ესეთი პროდუქტები. ხო, ეხლა ეგზოტიკური ჩვენ ბოდიში და ეხლა კარპურში მაგალითად კრევეტების ისეთი ცეცხლის ფასი აქვს, გაყინულ კრევეტებს და კიდე იყო ადრე ის დიდ კარპურში იქ მიქარაშოაშია. ის რო არის კოლმეურნეობის მოედნის ქვემოთ, მანდ ერთხელ იყო, ანუ ნედლი რა, ასე ვთქვათ, რამდენად ნედლი იყო, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ну, ყოველ შემთხვევაში ყინულზე ეყარა რა ესე და წონით ყიდიდნენ. ხო, ну, ახლა პრინციპში ძალიან ისეთ ნედლსაც ოკეანის და ზღვისპირას ჩვენ არ ვცხოვრობთ, რომ უცბად ცოცხლად ესევე მოგვიტანონ, ხო? რაღაცა შენახვის პირობები მაინც ჭირდება. მაგრამ მე ვიცახი აი გაყინული რას, იცით, აი დიდი ხანი როა შეფუთვებში გაყინული და ну, ამისა რა ვიცი, რამდენი ხანი უწყვიათ ხოლმე. ამ გაყინვაზე მაქვს საუბარი. ხო, ну, ზღვის პროდუქტები ძალიან სასარგებლოა. თავისი შემცველობით, როგორც ცილები და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ელემენტები, ასევე, ну, არ ვიცი, ძალიან ბევრი ვიტამინებია და სასარგებლოა რა. საერთოდ ადამიანი ხშირად უნდა იკვებებოდეს ზღვის პროდუქტებით. ზოგს ალერგია აქვს, ვიცი. ну, მე დიდება უფალს არ მაქვს ალერგია. სხვათა შორის, რას უყურებთ, როცა დაკვირვებული ვარ, როცა დავუშვათ თევზს მივირთმევ, უფრო სწრაფად დგება დანაყრების გრძნობა, ვიდრე სხვა რამეს რომ მივირთვა. და სალათის ფოთლები კიდევ, თუ მაინდა-მაინც ახლა საღამო საათებში ადამიანი ვერ ახერხება, აი ვერ ითმენ და რაღაცა, ხო? აი მწვანილები უნდა დაილაგო და აი უბრალოდ სალათის ფოთოლი ჩაღეჭოთ, ის ოხრახუში იქნება, კინძი იქნება, კამა იქნება, ნებისმიერი მწვანილი საკმაოდ ისე ატყუებს, რომ ვთქვათ, კუშს და თან კიდე ეგრეთ წოდებული ბოჭკოვანი თუ ასე ვთქვათ, კლეჩატკით ავსებს. ზოგადად არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ახლა საღამოს საათებში კუჭი ისე ამუშავო და მაგას თავისი მიზეზები აქვს და შეგიძლიათ მაგაზე ქვეყანა ვიდეოები, შეგიძლიათ ნახოთ. ხო. კიდევ ახლა სოზო და მე რაღაცას ვიხსენებდით. მე მახსოვს, რამდენი წლის ვიქნებოდი 6-7 წლის. აი მაგას ვიხსენებდით ახლა და სოსოს გაუკვირდა, რომ ბაბუა ჩემის მამიდას ვიცნობდი ცხოვრებაში. ანუ ბაბუა მაშინ რამდენი წლის ვიყავი მე სადღაც სკოლამდელი ასაკი თუ სკოლაში უკვე დავდიოდი და ბაბუა მაგ დროს ალბათ იქნებოდა სადღაც ჩემი ასაკი ის თუ მეტი და მისი მამის და ანუ შესაბამისად ალბათ უმცროსი იყო და იმიტომ იცოცხლა ამდენი, თორემ ფიზიკურადაც რა ვიცი, სოკი კი იცხოვროს დიდხანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ესე დავასკვენი ალბათ ახლა ვერავის ვეღარ ვკითხავ, დედას ემახსოვრება არც ვიცი. ალბათ უმცროსი დაიყო, მაგრამ იმ დროისთვის საკმაოდ ასაკოვანი იყო და იყო ფარმაცევტი და მაგაზე ვსაუბრობდით ახლა ცოტა ხნის უკან, სოსო გაუკვირდა, რომ მე ანუ ცხოვრებაში ვიცნობდი ბაბუა ჩემის მამიდას. ეს რომელი თაობა გამოდის. ხო, ცხოვრობდა ეგრეთ წოდებული პლეხანოვზე, ზემოთ ცოტა, ანუ თუ სწორად მახსოვს ნინოშვილზე თუ რაღაცა. ну, მან ცხოვრობდა
მერე მამაჩემის მამი და შვილი ჩამოვიდა დასავლეთიდან სასწავლებლად, ნუ ისწავლა რაღაცა და თან იქ ცხოვრობდა და უვლიდა თან მერე უკვე მოხწებული რო იყო, ანუ ეხმარებოდა და მოკლედ ეხლა ის მამას მამი და შვილი ცხოვრობს იქ, იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა ბაბუაჩემის მამი და ხო სხვათა შორის თურმე მე რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა სამედიცინოზე ჩაბარების და მონდომებული ვიყავი და მემზადებოდი და მაგის გარდა მე მარტო მომზადების თვალსაზრისით მე თვითონაც ძალიან ბევრი მაქვს საკითხული და ბევრს ვეცნობოდი ანუ სამედიცინო ლიტერატურას და ასევე სხვადასხვა წიგნებს ვკითხულობდი ინტერესი რო გაქვს ადამიანს კითხულობ თავისთავად თურმე მთლად ესე ჰაერი და დარმოსულა ჩემთან მაინც მქონია გენებში, იმიტომ რომ ანუ ეს ბაბუაჩემის მამი და ფარმაცევტი იყო, ასევე მამაჩემის მამი და შვილი მამი და შვილი არა, მამაჩემის მამიდაც ანუ ეს იყო, ვეტერინარი იყო, ანუ მაინც რაღაცა აქვს ხო ესეთი სამედიცინო ეს განხრით მოკლედ რაღაცა იყო. ანუ ჩვენ გენებში მთლად ისე არ ეთქობა არის მაინც რაღაცა მოყვება ადამიანს რა გენებით. ხო და ну არც დღეს რა ვიცი ესეთი დღეა. ცოტა გაბრაზებული ვიყავი მაღაზიაში რომ სანამ ჩავიდოდი კარი რომ გავახე ანუ შემოსასვლელი კარი რა აი წინ გეფიცებით აი იყო საღორე აი მართლა საღორე და რატო ახლა აგიხსნით მოკლედ რამდენჯერაც გავდივარ ხოლმე სულ იქ ჩემი ასე ვთქვათ უბრალოდ ცოცხი მაქვს ესე კუთხეში მიყუდებული და თუ რაღაცა ეს შემოსასვლელში როდებს რა პატარა ფეხის აწმენდი რა მაგას ხვეტავ ხოლმე ვასუფთავებ რაღაცა და სულ იყო ნამცეცებით და პურის ნატეხებით რა არა დღეს კი არა სულ ესეა ხოლმე რამდენჯერაც გავდივარ სულ ესეა და ძალიან გავბრაზე დღეს უკვე აი მე ძალიან ისეთი ისა მაქვს ხასიათი ანუ ბევრს ვითმენ მაგრამ თუ მოთმინების ფილა ამენსო მე უკვე всё და თან მერიდება ვერ სვეუბნები იმ ქალბატონს რომ მოკლედ ძალიან კი მოაქვს თავი რომ ძალიან სუფთა ქალია და რაღაცა ესეთი მაგრამ ფაქტის სახეზეა რომ ყოველთვის ანუ ქირაობენ მოკლედ რა მან ერთი ოთახია ქირაობენ იმისთვის რომ ნუ მოკლედ მთელი დიდი ოჯახი ჩამოდის აქ ვაჭრობენ, რაღაცას აკეთებენ, მერე ისევ მიდიან ხოლმე რაიონში ცხოვრობენ ძირითადად და ტოვებენ იცით როგორ აი კარებთან სკამი დადგა, იქ ძველი პურები, რაღაცები, რა ვიცი რაღაც ანუ ესეთი რომელიც შეიძლება ან ტარაკანა შეესიოს, ან ვირთხა გაჩნდეს და ბოლო კატები, ძაღლები არიან ეზოში და ნუ კატებმაც იციან ხოლმე გამუქეკვა ის და აი არის ერთი ამბავი. ეხლა შემიძლია გაჩვენოთ, ხელი არ მიხლია იმას, რატო უნდა დაულაგო. კი, მეც ვზარალდები თავისთავად, მაგრამ ერთხელ რო დავალაგებ, მერე ადგება და აღარაფერს არ გააკეთებს. რა მოკლედ რომ ნახავ აუცილებლად ვეტყვი და ასე ვთქვათ, შეძლების დაგვარად კულტურულად ვუსაყვედურებ რა, იმიტომ რომ არ მიყვარს მე ესეთი რაღაც. ხო, და ყველაზე სასაცილო ის, რომ სარცხის მანქანა და მე რომ მაჩუქა ყოფილმა თანამშრომელმა რომ გამიფუჭდა, გარეთ გავდგი, იმიტომ რომ დიდ ადგილს იკავებ და ჯერ ისე ეს პაწეწუდა სახლი მაქვს და გარეთ გავდგი, ჩემ კედელთან დავდგი, მეთქი რომ მოვიცლი და რაღაცა ავიტან სხვენში დავდგავ თქო. ან გადავაგდებ თქო, ნუ მოკლედ ჯერ ფიქრობ რა. ხო და ის რომ მიდგას, ანუ ის უბრალოდ სარცხის პატარა ისინი რომ მალუტკები რა, არაფერს არ აშავებს, ისეც ანუ იქ არც პური არც რაღაც აკვები ის რომ რაღაცა ვთქვათ დანაგვიანდეს და რაც ხო
და ესო ისა რა არისო და ანუ ისე გამოვიდა რომ ნუ ვითომ თითქოს მიშლისო და ის რომ მის მხარეს ახლა გაჩვენებთ მოდით ავდგები ჯობია თქვენი თვალით ნახოთ ვიდრე გელაპარაკოთ მოკლედ ხო ნახეთ როგორი მდგომარეობაა ეს კიდე ასე ვთქვათ მსუბუქად გამოიყურება არის ხოლმე რომ ეგრეთ წოდებულია ეს რა ქვია იმას პოპკორნი რასაც ანუ ყიდიან ხოლმე ეს პოპკორნი ბატიბუტი თუ რა ვიცი რები ქვია მოკლედ რაღაცეები, რაც აღარ ჭირდებათ ხოლმე თუ არ ვიცი რა არის, გარეთ აწყვია ხოლმე და შესაბამისად თავისთავად ახლა რაღაცა იმაშვება ქეკავს, ანუ კატან, ძაღლიან, რა ვიცი, ღმერთთან უკანს ვირთხა იყოს და ესეთი ამბავია ხოლმე რა, საშინელი ანტისანიტარია და ნუ აი ესეთი უგულო დამოკიდებულება აქვს აი ამ ნაქირავებ ბინასთან. ეხლა ბინის დიასახლის მე არ ვიცნობ, თუმცა ჩემ მეზობელს რა ვიცი, დაველაპარაკები და ვეტყვი, რომ ნუ საზღვარი აქვს ხო ყველაფერს, ეხლა რაც უნდა სისუფთავეში ინარჩუნოს სახლში, შეიძლება რაღაცა მაინც თქვათ რაიმე მწერი გაჩნდეს და ჭუჭურტანების მეტი რა არის, ხო? საიდანღაც იპოვის შემოსასვლელს და რა სასიამოვნოა სახლში რაღაცა ესეთი. ხო, ეხლა რო გავედი, ანუ ვიღაცა არის სახლში, მაგრამ ვინ არის არ ვიცი. ეხლა თუ კაცები არიან, ანუ მამა და შვილი და რაღაცა, მათ მე დაველაპარაკები. ესეთი ცუდი სიტუაცია მაქვს კარის მეზობელი, აი პირდაპირ კარის მეზობელი. ჩემი, ანუ აი ეს რომელიც მეხმარება ხოლმე და მე ვეხმარები ხოლმე, ის მეზობელი გვერდით, ანუ იქით ხარეს არის გადასული, ადრე აქ ცხოვრობდა, აქ ქირაობდა და გაუძვირა მერე და მოკლედ იმიტომ იქით გადავიდა და იქით უკეთესი პირობები აქვს, ანუ იქ ორი ოთახია, აქ ერთი იყო და ხო ესეთი რაღაცა ესეთი ის გამომივიდა რაღაცა წაჭორავებასავით. დობი დადის, ნახეთ, კოჭლობს, რატო კოჭლობს, მართლა არ ვიცი. ფეხი სადიტკინა, სოსო დაკითხვაზე მყავდა, არაო, ჩემი თავი დაიფიცა, მე არაფერი მიქნება, მოკლედ რაღაცა აშკარად ფეხზე აქვს რაღაცა პრობლემა და რა არის, არ ვიცი. მაგრამ უკვე დადის, ანუ დადის რა მოძრაობს, იკვებება, წყალსაც სვავს, ტუალეტშიც გადის, ჩვეულებრივად არის, მაგრამ ეს ფეხი ესე აქვს. ისე ძალიან აღარ ჭამს, ანუ როგორც ყოველთვის რა, მაგრამ ჭამს, რაც მთავარია. ხო, ესე მოივლის ახლა, რა ვიცი, საჭმელი დახვდა თუ არა ნახო. ნუ ეხლა დაუყარე. თუ ენდოვნება შეჭამს ახლა. კიდევ ოძახე. ხო, ნუ მოკლედ მეტი რა მოგიყვეთ, ბევრი არაფერი ახალი ჯერ არ ხდება. ზოგადად მოვაპიროს ის პატარა ის არის მუდმივად. დობი რა იყო პატარა. აშკარად
ფეხია ის. ხო და ის სიტყვაში უნდა დაждომა სოსუსთან მივიდა იქ რეფლექტორი დგას და ხო, ახალი, იმიტომ რომ საერთოდ ზამთარი ესეთია რაღაცნაირი, როგორი ამინდებიც არის, ხანდახან მზედ გამოვანათებს ხოლმე, მასე მეც გამოვანათებ ხოლმე ხანდახან ხასიათების ამბავში, მაგრამ ზოგადად ესეთი პერიოდია, უღრუბლობელი, ღრუბლებიანი, ნაცრისფერი, უფერო, რაღაცა გახუნებული, ცივი. ხო და მოკლედ პირველი რიცხვია დღეს, 1 თებერვალი და როგორც იძახიან ხოლმე, თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო. ხო და იმედია მოლოდინი მაქვს ძალიან სწრაფად დათბება, დადგება, მაგრამ რაღაცა ეჭვმეპარება, როგორც წესი თებერვალი, მარტია ხოლმე და აპრილში ხანდახან მაშინ მოდის ხოლმე თოვლი. როცა გულით მინდა ხოლმე ახალი წლის პერიოდში, შობის პერიოდში რო თოვლი წამოვიდეს და ესე ბარდნიდეს, თეთრი კათკათა თოვლი, მაშინ არ არის ხოლმე და ზუსტად აი თებერვალი გაზაფხულია ხოლმე ეს თოვლის პერიოდი თბილისში. ახლა სხვა რაიონებში მეტად გაუმართლა ხალხს და თავისთავად ლამაზი ზამთარი აქვს ხოლმე და ჩვენ ესე ვიჩაგრებით. ხო, დედას არ უყვარს თოვლი. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მე ცოტა რომ უკვე იყინება, ღვება და ეს ასე თუ ჭყაპია ხოლმე და უსიამოვნო. ეს მეც არ მომწონს თავისთავად და კიდე მე მაგალითად ძალიან შიშარა ვარ. ფეხი რომ ისხლტის რა, ფეხსაც მეც უნდა იყოს ისეთი რომ არ აგისხლტეს, მაგრამ მაინც არის ესეთი საშიშროება და ძალიან ხშირი იყო ხოლმე ადრეც რა ეს ტრავმები ამ მოყინულზე სიარულის დროს. ბავშვობაში მუსიკალურ სკოლაში რო დავდიოდი, ათარბეგოვი იყო, ესე მგონი ათარბეგოვი. მოკლედ, რუსთაველს ეს მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავდიოდი და უკვე ვერე იწყებოდა აღმართი და ესე იგი ასვლით კიდე ავდიოდი ხოლმე, აი იქიდან რომ მოვდიოდი, აი სასაცილო და სანახავი ვიყავი ბავშვობაში, კედელ მეკიდა ხელი და პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩამოვდიოდი და თან მისხტოდა ფეხი. ხო და ისე მეშინოდა, მეთქი ერთი დავარდნა და ისა და ალბათ მეთქი ჩავსრიალდი ბოლომდე თქო რა რუსთაველამდე და ძალიან დაძაბული ვიყავი, თორე ისე საერთოდ ზოგადად თოვლი მიყვარს და ბავშვობაშიც ხა ეს გუნდაობა და რაც. ესეთი ამბები. კარგით, ბევრ დროს აღარ წაგართმევთ, საინტერესო ისეთი არაფერი არ ხდება ჩვენთან ჯერჯერობით. საინტერესო რა ახლა ხო, ახლა ნათესაობაში და იქ რა ხდება, ამაზე სხვა დროს მოგიყვებით. არ არის თქვათ კარგი ამბები, დედაჩემის ძმა არის ცუდად და მე ვცდილობ რომ უფრო რაღაცა კარგი ამბები იყოს და ის მოგიყვეთ მირჩევნია, ვიდრე რაღაცა უარყოფითი. ხო, ესეთი ამბებია. ცხოვრება ესეც ხდება, ისეც. კარგით, დროებით მეგობრებო, თქვენი ასე ვთქვათ რჩევა გავითვალისწინე და მირჩევნია ესეთი ვთქვათ 2 ცალი დავლიო, ვიდრე ის 2 და 3, ის მართლა ბევრია. აი ზუსტად თქვენ გამომაფხიზლეთ იმ თვალსაზრისით, რომ ადრე ჩვეულებრივად ესე ვსვავდი, ნალექია ყავას და რამ გადამრია და ანუ ფაქტიურად 3 პორციას ვსვავ ერთ ჯერზე და ამ 3 პორციას კიდე დღეში თუ 3-ჯერ დალევთ, წარმოიდგინეთ, გამოდის 9 ჭიქა ესეთი ყავა, რომ დალიო დღეში, ეს უკვე მართლა ზედმეტი კი არა, ზედმეტზე ზედმეტი. კარგით, დროებით გაკოცეთ და დროებით აბა.